საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორების საზღვრებს გარეშე 2008 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველომ 54 პუნქტით უკან დაიხია. ბოლო 5 წელია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ უკანდახევას საქართველოში სიტყვის თავისუფლების საკითხში. ჩვენ შევისწავლეთ წილების გადანაწილების საკითხი ტელევიზიების მფლობელთა მაგალითზე და ნიშანდობლივი ტენდენცია გამოიკვეთა. ტელეკომპანია ევროპა ქვემო ქართლის ტელევიზიის ორად გაყოფის შედეგად წარმოიქმნა. 2004 წლის 12 აგვისტოს მას წილად 478 ლიცენზია ერგო და მაუწყებლობაც დაიწყო. მისი მთავარი მეწილე მოსკოველი ბიზნესმენი თეიმურას შენგელია გახდა. ტელევიზიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი შარაშიძე იხსენებს, რომ მფლობელების მიზანი წარმატებული ბიზნესის სამუშაოება იყო. ტელევიზიის შესანახავად 6-7 მილიონი დოლარი საკმარისი იქნებოდა, ეს არ იქნებოდა პირველი არხის ხელა გიგანტური შენობების მფლობელი, უფრო ნაკლები 500 კაცამდე იქნებოდა. შემდეგ უკვე 2-3 მილიონი ყოველ წელიწადში შეიძლება დატოვოს ტელევიზია. ეს ჩვეულებრივი ბიზნესი არის. ესე რომ ძირითადი მიზანი იყო სწორედ ბიზნესი, სატელევიზიო ბიზნესი. თეიმურას შენგელიას ბიზნესის წარმატებისთვის ერთი წინაპირობა უკვე ჰქონდა. გარდა მაგისა, თეიმურ შენგელია იმის გარდა რომ ბიზნესმენი არის მოსკოვში, არის მირავოე კინოს ასოციაცია ეგეთი მოსკოვში ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც აკონტროლებს SNG-ს ქვეყნებში შემოსული ტელეფილმების, სატელევიზიო ფილმების თითქმის 100%-ს და ის ანაწილებს, ის აკონტროლებს ამ საქმიანობას. გამომდინარე აქედან ამ ტელევიზიას ფილმების მხრივ საქართველოში კონკურენტი არ ეყოლებოდა, იმიტომ რომ პირველ რიგში კარგი ფილმები წამოვიდოდა ჩვენთან. ფილმების გარდა ტელეკომპანია ხელშეკრულებით ევრონიუსის ინფორმაციებს უშვებდა ეთერით და უახლოეს მომავალში საკუთარი საინფორმაციო გადაცემის გაკეთებასაც გეგმავდა. 2004 წლის 12 აგვისტოს ჩვენ მივიტანეთ ქიტოშვილის უწყებაში შეტყობინება, რომ იმ დღიდან ეს 38 დეციმეტრული არხის მესაკუთრე გახდა ტელეკომპანია ევროპა. 13 აგვისტოდან ქიტოშვილის უწყებამ აღზრდა ჩვენ წინააღმდეგ საქმე ლიცენზიის შეჩერების თაობაზე. მეორე დღესვე. 2004 წლის 10 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ევროპას ლიცენზია 2 საფუძვლით გაუუქმა. ერთი საფუძველი იყო ის, რომ ქვემო ქართლის ტელეკომპანიას ბოლო 3 თვის მანძილზე მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს. მეორე საფუძველს კომისია ასე აღწერს. გამოვლინდა, რომ შპს ევროპას თბილისში შეწყვეტილი აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და არ მაუწყებლობს. საუბარია 2004 წლის 18-19 აგვისტოზე. აქ საუბარი იყო სულ რაღაც დღე ნახევარზე, ერთ დღეზე ტელეკომპანია ევროპას მიერ მაუწყებლობის შეწყვეტაზე, უпростоრედ ანძების დაზიანების გამო ტელეკომპანია ვერ გავიდა ეთერში. ანუ ეს არ იყო საკუთარი მიზეზით საქმიანობის შეჩერება ან მაუწყებლობის შეწყვეტა. ამას ადასტურებს შპს საქართველოს ტელერადიო ცენტრის წერილი, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აწყობინებს, რომ 17 აგვისტოს წყობრიდან გამოვიდა სარელეო ხაზის მიმღები მოწყობილობა, რამაც ასევე გამოიწვია აღნიშნული გადამცემის შემავალი ბლოკის დაზიანება. 19 აგვისტოს დაზიანების აღმოფხვის შემდეგ მაუწყებლობა ეთერში აღდგა. ტელეკომპანია ევროპამ სასამართლოს მიმართა კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ის დოკუმენტაცია, რომელიც წარადგინა შპს ტელეკომპანია ევროპამ, არ იქნა მიღებული და განხილული და შემდეგ არ იქნა გამოყენებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამის შემდეგ სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა არ დააკმაყოფილეს ტელეკომპანიის სარჩელი და არ გააუქმეს კომისიის გადაწყვეტილება ტელეკომპანიისათვის ლიცენზიის შეწყვეტის შესახებ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია ტკეპლაძემ კი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილულად დაუბრუნა პირველ ინსტანციას. თუმცა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანია ევროპას ავტომატურად ეთერში გასვლის უფლებას არ აძლევდა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ვინაიდან საკალათო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა, ჩვენ ეთერში უნდა გაგვეშვა ისევ რეტრანსლაცია. როგორც კი ჩავთვეთ ჩვენ ეს გადამცემი უზენაეს სასამართლოს ამ დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ მეორე დღეს მოვიდნენ ქიტოშვილის უწყებიდან, მოგვიტანეს წელი, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაგრძელოთ რეტრანსლაცია. ჩვენს დავეთანხმეთ და საპასუხო წერილი გავუგზავნეთ, რომ კი ბატონო, ჩვენ გამორთავთ ამ იმას.
ეს დარღვევა ადმინისტრაციული ხასიათის იყო, მაგრამ კომუნიკაციების კომისიის იურისტმა კახი ყურაშვილმა სოდის გამომძიებელს 2005 წლის 30 ნოემბერს შემდეგი ჩვენება მისცა. ვადასტურებ, რომ შპს ევროპა 2005 წლის 28 ნოემბრიდან არაერთგზის ახორციელებს უკანონო მაუწყებლობას 38 არხზე. მე როგორც კომისიის წარმომადგენელმა ამ სისხლის სამართლის საქმეზე განვიცადე დაახლოებით 50,000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ბატონი კახი ყურაშვილი რადიო უცნობისა და ტელეკომპანია კავკასიის ერთობლივ გადაცემა უცნობ კავკასიას სტუმრობდა. ჩვენც მოგვეცა პირდაპირ ეთერში კითხვის დასმის შესაძლებლობა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რისგან შედგებოდა 50,000 ლარის ზიანი, რომელიც კომისიამ ტელეკომპანია ევროპის 2 დღით ულიცენზიო მაუწყებლობის შედეგად განიცადა. ზიანი გამოძიების ორგანომ აითვალა იმ სიხშირით უკანონო სარგებლობის ფაქტიდან გამომდინარე, რომელიც სიხშირეც იყო დაკავებული ამ ტელეკომპანია ევროპის მიერ უკანონოდ, ულიცენზიოდ და თვითონ ოდენობა განისაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის პირდაპირ პროპორციულად. ანუ კონკურსის წესით ეს ლიცენზია, ეს რადიოსიხშირული რესურსი რომ გაეცა კომისიას, რა იქნებოდა მისი ფასი. ეს თანხა არის დაფიქსირებული. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მოხდა ოფისიდან ყველა იმ ნივთის გატანა, რომელიც ასე ვთქვათ, ხელს უწყობდა მაუწყებლობის განხორციელებას. ამ წერილის გაგზავნის შემდეგ 1 საათში მოვიდა სოდი. დაახლოებით 15 კაცი და ერთი 3 სამოქალაქო პირი. სოდის თანამშრომლებს უყველას ფორმები ეცვა და ეს სამოქალაქო პირები იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში. სოდი შემოვარდა და დააპატიმრეს ჩვენი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლუიდ ჯიქურიძე და ამ თანამშრომლებმა დაიწყეს ოთახებში სირბილი, დაბლა იდგა 2 დიდი მანქანა და აპარატურის ამოღება მთლიანად დაწყებული სახურავიდან გადამცემები, რეტრანსლატორები, ყველაფერი რაც იყო მოხსნა, მაღლა ცოტა პატარა კარებია, დიდი ანტენები ვერ გაეტია და 1-2 ანტენა დატოვეს. ეს სამოქალაქო პირები ყველაზე უფრო ესენი დაბოდნენ ოთახებში და არჩევდნენ რა უნდა წაეღოთ. დაწყებული ტელევიზორებიდან, მაგნიტოფონებიდან, მოდულატორები, გადამცემები, ყველაფერი ურეკავდნენ არც ერიდებოდათ ვიღაცა ალეკოს. აი ეს არის წამოვიღოთ, ჩააწყვეთ იტყობენ და ესე გაიტანეს დაახლოებით $60,000-მდე ღირებულების სხვადასხვა აპარატურა. ტელეკომპანიის დირექტორები 25,000 ლარის გადახდის შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. თემურ შენგელიაზე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, დღემდე ძებნაა გამოცხადებული და შესაბამისად საქმე არ შეწყვეტილა. კიდევ რამოდენიმე ათეული 50 თუ 60 ფილმი იყო ლიცენზირებული, რომლის გადაცემის უფლება მარტო ჩვენ გქონდა. ეს ფილმებიც წაიღეს. ეს ფილმები შემდეგ ტელეკომპანია ალანიას ეთერში გამოჩნდა. პრაქტიკულად ალანიაში მიდიოდა ამ ფილმის ჩვენება და აპარატურაც იქ წავიდა. 90. ჩვენი ყოფილი თანამშრომლები მუშაობენ იქ, იმათ მეორე დღეს ვედა ამერიკას, რომ მატროქსის კომპიუტერი, ვიდეო სამონტაჟო კომპიუტერი მაგიდაზე მიდევსო ამერიკა. მან იცოდა ეს კომპიუტერი რაც იყო აქ. ტელეკომპანია ალანია უარყოფს ტექნიკისა და ფილმების შპს ევროპიდან წაღებას. ირაკლი შარაშიძე აცხადებს, რომ 2004 წელს მის ტელევიზიას საკუთრების პრობლემა დაუდგა. მე რამოდენიმეჯერ ვიყავი დაკითხვაში და მე პირდაპირ დამისვეს სოჩი კითხვა, რომ რა ვარიანტიაო, რომ 51%-ო თქვენი კომპანიისო გაფორმდესო სხვაზეო. შემომთავაზეს. მე აუხსენი, რომ გამორიცხულია რომელიმე ინვესტორმა 25-30 მილიონი დოლარი ჩადოს საქმეში და 51% მიცეს ვიღაცა უცნობ პიროვნებას. მე უარი ვუთხარი, გამორიცხულია მეთქი და დამანებეს თავი. ოქტომბერში ტელეკომპანია ევროპამ სააპელაციო სასამართლოში სარჩევნო